ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო სტუდიაში თეაშველიძე მუშაობს მოგესალმებით. რუსულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანას 60-ზე მეტი ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყლების კომპანია შეძლებს. ამ დროისთვის რუსეთის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანის სურვილი 80-მდე ღვინისა და არაალკოჰოლური სასმელების და 80 წყლის მწარმოებელმა კომპანიამ გამოთქვა. მათ უმრავლესობას რუსულმა სანიტარულმა სამსახურმა დადებითი შეფასება მისცა, თუმცა დადებითი პასუხი ამ დროისთვის მხოლოდ 60 აქვს. ნებართვა უკვე 60. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით ორმა ღვინის კომპანიამ პროდუქციის ნიმუშები უკვე დაარეგისტრირა. ეს პროცესი გრძელდება და სხვა საწარმოებიც გაევლიან რეგისტრაციას. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკვე ცნობილია, რომ ქართული პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაც უახლოეს მომავალში მოხვდება ბაზარზე. 500-ზე მეც აქვს მიღებული. 60-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება დაშვებული რეგისტრაციის პროცესში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები, რომლებიც დაიწყებენ თავიანთი წარმოების, საწარმოების და პროდუქციის რეგისტრაციას. ასევე დადებითი პასუხია ხილისა და ბოსტნეულის მიმართულებით და ზაფხულისთვის ალბათ ეს ყველაფერი დასრულებული უნდა იყოს, ალბათ ბოსტნეული დაიწყება, მას მალე მიყვება ხილის და ისევე როგორც ალკოჰოლური სასმელები, ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დიდი ნაწილი წელს ალბათ ექნება შესაძლებლობა წარმოებლებს უფრო სწორად ესე ვთქვათ, რომ გაიტანონ რუსულ ბაზარს. პრინციპული შეთანხმება მიღწეული არის რუსეთის მხარესთან. ეხლა არის პერიოდი ინტენსიური მუშაობის იმისთვის, რომ შეთანხმების ტექნიკური დეტალები პირველი ალბათ ბოსტნეული მოვასწრებს და შემდეგ ხილი უფრო ინტენსიურად. ზაფხულიდან შემოდგომაზე და უფრო ინტენსიურად იქნება, როდესაც ხილიც იქნება, ციტრუსიც იქნება, თხილიც იქნება, დაფნის ბოთოლიც იქნება და ასე. პრინციპში ჩვენ ვხედავთ ამ ყველა საკითხი მოგვარებულია, ჩვენ მაქსიმალურად ოპერატიულად გადავიდეთ ყველა ინფორმაცია, რაც საჭირო იყო, ეს ეხება რეგლამენტებს, მარეგულირებელ დოკუმენტებს და ასე შემდეგ, მათ სრულყოფილი ინფორმაცია აქვს. ვაგრძელებთ გადაცემას სავაჭრო ეკონომიკური საკითხების შემდეგ სოციალური თემატიკა დევნილთა და განსახლების მინისტრმა დანიის ლტოლვილთა საბჭოს დელეგაციასთან დევნილებისთვის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის საკითხი განიხილა. დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძეა დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონ დავით, პირველ რიგში მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ მოგზანდით და მონაწილეობთ გადაცემაში. დღეს საკმაოდ საინტერესო განცხადება გაკეთდა, თქვენ გქონდათ საკმაოდ ისეთი შეხვედრა დონორებთან და ითქვა, რომ დევნილებისთვის 20 სახლი აშენდება, კერძო სახლებზე ამჯერად უკვე საუბარი სამეგრელოში. რატომ გაკეთდა აქცენტი სამეგრელოზე და კერძო სახლები ეს პრეცედენტია, რომ დევნილებისთვის კერძო სახლები შენდება? ძირითადად ახლა ისეთი კორპუსებზე იყო ხოლმე აქცენტი და ასე შემდეგ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში მე შევერთდები განწყობას, რომელიც შექმნა წინა სიუჟეტმა, ანუ სოფლის მეურნეობაში აქტიურობა, ეს დევნილებისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ჩაბმული არიან, ასე ვთქვათ, აგრარულ ბიზნესში, აგრარულ საქმიანობაში და ყველაფერი ის, რაც მიმდინარე წელს უკვე გაკეთდა და მომავალში გაკეთდება სოფლის მეურნეობის აღმავლობის თვალსაზრისით, ეს დევნილების შემოსავლის წყაროებზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. რაც ეხება ინდივიდუალური სახლების მშენებლობას, ესეც ახალი არ არის. კორპუსების მშენებლობასთან ერთად განიხილება ინდივიდუალური სახლების მშენებლობაც დანიის ლტოლვილთა საბჭოს და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს ერთობლივი პროექტია ეს პროექტი. ისინი განიხილავენ მას ჩვენთან ერთად როგორც საპილოტო პროექტს. შერჩეულია თუმცა შვეიცარიის განვითარების სააგენტო თბილისში უკვე რაღაცა გარკვეული არა, დანიის ლტოლვილთა საბჭოს ეს არ არის მათი მხრიდან პირველი აქტივობა არ არის. დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლობა განთავსებულია ჩვენს სამინისტროში, ერთ-ერთი წარმომადგენლობა და ის ზოგადად ჩვენი სამინისტროს შესაძლებლობების ამაღლების თვალსაზრისით სხვადასხვა საინტერესო პროექტებს ახორციელებს და გვეხმარება, ასე ვთქვათ, ხარში გვიდგას. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საკითხს, შერჩეულია შეგნებულად დასავლეთ საქართველო, გალის რაიონთან მოსაზღვრე ზონა, განიხილება სხვადასხვა ვარიანტი, ანუ თუ ჩვენ შევძლებთ ერთ-ორ ან მაქსიმუმ 3 მუნიციპალიტეტში მოვიძიოთ და მოიპოვოთ სასოფლო-სამეურნეო მიწები იმ რაოდენობით, რომ სახლთან ერთად
დევნილ ოჯახს, რომელსაც არ აქვს ანუ დასაქმების კომპონენტი შედის. დასაქმების კომპონენტი შედის მისი შემოსავლის წყაროს კომპონენტი. ანუ აქ ბენეფიციართა ჯგუფი, ანუ შერჩევა ხდება ისეთი ოჯახის განსხვავებით ჩვენს ზოგად კრიტერიუმებთან დაკავშირებით დიახ, რომ ძალიან საინტერესოა, ანუ როგორ ხდება რა თქვათ ოჯახს აუშენებთ ინდივიდუალურ სახლს, მას გადაეცემა ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგული იმ ოდენობით, რომ მან ოჯახმა შეძლოს აქ თავისი საარსებო წყარო გაიჩინოს და შექმნას ისეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რომელიც მას გამოადგება საკუთარი თავის გამოუკვებისათვის და თუ ეს იქნება ჭარბი, მე ამიტომ დავიწყე იმ პათოსთან შეერთებით, რომელიც პირველ სიუჟეტში იყო სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რაც გააჟღერა ჭარბ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას უკვე დევნილები შეძლებენ რომ გაუკეთონ რეალიზაცია და აქედან მიიღონ დამატებით შემოსავალი. იქ განიხილება ზუგდიდის რაიონის ტერიტორია, თუმცა კონკრეტული ადგილები ჯერ არ არის. ადგილები ჯერ არ გვაქვს, ეს დავიწყეთ ეს პროექტი, ასე ვთქვათ, დღეს ჩვენ ავიღეთ აპრილის ბოლომდე, თვის ბოლომდე დრო იმისათვის, რომ სრულად შევისწავლოთ და მოვიძიოთ, ანუ ვიმუშაოთ მუნიციპალიტეტებთან და რასაც შევძლებთ ვთქვათ სავარგულები მოვიპოვოთ, ასე ვთქვათ, შემდეგ იმ რაოდენობით დანიის ლტოლთა საბჭო და ეს პროექტი დააფინანსებს ინდივიდუალური სახლის მშენებლობას. საუბარია 30 ინდივიდუალური სახლის მშენებლობას. თვითონ თუ არის გარკვეული თანხა, რა ღირებულება არის პროექტი და რა დაჭდება თუნდაც ერთი სახლის მშენებლობა. ეს არ არის ძვირადღირებული პროექტი, საუბარია რომ დასაწყისისათვის დაიხარჯება $1 მილიონი. შემდეგ იმის მიხედვით თუ რას მოგცემს საპილოტე, მე ამიტომ ვახსენე, იგივე ვთქვათ 9 ჰექტარი ან 1 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, არც ისე დიდი ფუფუნებაა ჩვენი ნაირი პატარა ქვეყნისათვის. შეიძლება რომ არ გამოვიდეს, ვთქვათ, ყველა ოჯახისათვის 1 ჰექტარი ან 9 ჰექტარი მიწის სავარგულის გადაცემა. და ასეთ შემთხვევაში განიხილება მეორე ვარიანტი, ქალაქის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შეიძლება ოჯახმა სხვა ბიზნესი აწარმოოს, რომელსაც მაინც და მაინც მიწის ფართობი და სასოფლო-სამეურნეო სავარგული არ ჭირდება. ასეთ შემთხვევაში იქნება მხოლოდ სამოსახლოსათვის და ეზოსათვის საჭირო, საკარმიდამო ეზოსათვის საჭირო ფართობის გამოყოფა. და მესამე ვარიანტად განიხილება, თუ პირველმა და მეორემ ვთქვათ ვერ გაამართლა კი არა, თუ ვერ შევძელით და სასურველია რომ პირველი და მეორე ვარიანტი განხორციელდეს, ну მაშინ სარეაბილიტაციო, თქვათ, იგივე კომპაქტური корпуსი, რომელსაც ამ თანხით რეაბილიტაციას გაუკეთებს. რაზეა დამოკიდებული შეძლებთ თუ არა ეს მიწის ფართობების მოძიებაზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ თავისუფალი სავარგულები ნაკლებად არის, უფრო ალბათ საბედნიეროდ, ხო? ამ შემთხვევაში დაუმუშავებელი შეიძლება იყოს, მაგრამ საკუთრება შეიძლება იყოს ვინმესი და ჩვენ აქ საუბარი გვაქვს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე. თანაც ეხლა ვთქვათ ეს არ იქნება ერთი მასივი, ან ეს არ იქნება მასივები, როცა საუბარია 30 სხვადასხვა ოჯახზე, მათ კომპაქტურად ერთ დიდ ვთქვათ 30 ჰექტარიან მიწას ვერ მოუძებნით, რომ იქ ჩავასახლოთ და მერე დაყონ. ანუ შესწავლის თვალსაზრისით აქ გარკვეული სამუშაოა ჩასატარებელი, ჩვენ დანიელებთან და შვეიცარიელებთან ერთად გვინდა რომ ამან ყველაფერმა გაამართლოს და გამოვიდეს, ну თუ ეს ასე ვერ იქნა, მაშინ წინ არაფერი არ დგას იმას, რომ ასე корпуსების რეაბილიტაციაში უფრო მეტი გამოცდილება აქვს სამინისტროს და დონორებსაც და აიგება корпуსი. ხიბლი აქვს, რა თქმა უნდა, თუმცა корпуსიც რომ იქნეს, ანუ კომპაქტური ჩასახლება, ერთი ან ორი, პროექტის მიზანი, რომ აქ შემოსავლის წყაროებზე იყოს საუბარი და იქ შესახლებულ დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყარო ან რაღაც ელემენტარული ბიზნესის დაწყებაში და შემდეგ განვითარებაში შეეწყოს ხელი, ეს რჩება ძალაში. არ შემიძლია არ დაგაზუსტებინოთ ბენეფიციარებთან დაკავშირებით, რადგანაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს გაუჩნდება კითხვები და ძალიან ბევრი დაინტერესდება დევნილებზე, რა თქმა უნდა, საუბარი ამ თემით. კონკრეტულად რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბენეფიციარი, რომ მოხვდეს აი ამ პროგრამაში? დიახ, ესე იგი
პროგრამაში, სადაც იქნება ინდივიდუალური სახლი და დაუშვათ 1 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული. ბენეფიციარი ოჯახი უნდა იყოს მეტნაკლებად მრავალრიცხოვანი და მისი შემადგენლობა უნდა იყოს ისეთი, რომელიც შეძლებს მიწასთან მუშაობას, ანუ ფიზიკური შესაძლებლობა უნდა კონდეს მას ამის. ანუ აქ ალბათ რაღაც გარკვეულ გამოცდილებაც. გამოცდილება საქართველოში ყველას აქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანის. მე ვიტყოდი, რომ სურვილზეც ახლა განსაკუთრებით დევნილების მხრიდან ამის დეფიციტი არ არის, თუმცა ჩვენ სამწუხაროდ გყავს ოჯახები, რომლებიც არიან თქვათ ჯანმრთელობის ან სხვა მდგომარეობის გამო, მათ ამ პროექტს ჩვენ ვერ შევთავაზებთ, სადაც თქვათ მამაკაცი შრომის უნარიანი თუ არ არის და ხალბატონი ან დაუშვათ ობოლი ოჯახი და ასე შემდეგ. ეს ზოგადად გამოცხადდება თუ იმ რეგიონებში მოხდება? ეს არის მცირე რაოდენობა, როგორც თქვენ შეამჩნიეთ, სულ 30 ოჯახზეა საუბარი, მისი ღირებულებაც ძალიან დიდი არ არის, დაიწყება 1 მილიონიდან და წარმატების შემთხვევაში ისინი გვპირდებიან, რომ დაფინანსება კიდევ დაემატება და პრობლემა არ იქნება, მაგრამ ეს მასიური მაინც არ არის, იმიტომ რომ უფრო საპილოტია, იმიტომ რომ ინდივიდუალური სახლი თავის საკარმიდამო 1 ჰექტრით, ახლა ჩვენ 90 ოჯახი ყავს მოგიხსენებათ, აქედან 60,000 არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი და ახლა ყველას 1 ჰექტარ მიწას და საკუთარი ინდივიდუალურ სახლს ჩვენი ქვეყნის მასშტაბებით ტერიტორიული თვალსაზრისით საშუალებას არ იძლევა და ამის ფუფუნება არ აქვს. ეს მრავალრიცხოვანი რას ნიშნავს? ანუ 5 სული, 4 სული არის განსაზღვრული თუ ჯერ არა? ნუ რა თქმა უნდა, სამზე მეტი, იმიტომ რომ ოჯახმა საკუთარი ძალებით უნდა შეძლოს იმ სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ათვისება, ანუ დამუშავება, იქ სხვადასხვა მრავალწლიანი თუ ერთწლიანი აგროკულტურების მოყვანა იმ რაოდენობით, რომ თავისთავად დაიკმაყოფილოს და შემდეგ ჭარბის რეალიზაციაც მოახდინოს. გასაგებია, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით და ასევე შევეხებით სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებსაც.